ეს პროტესტი არის მთლიანად პოლიტიკური, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი ხანია გაცდა ვიწრო პარტიულ საზღვრებს. დარწმუნებული ვარ, რომ არა ამ პარლამენტის ბოიკოტი, დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში დღეს საერთაშორისო იზოლაცია რეჟიმის არ იარსებებდა და არ იარსებებდა აი ძალიან მაღალი ამაღლებული ცნობიერება საზოგადოებრივ იმ ჯგუფებში, რომელშიც მე ვისურვებდი, რომ ყოფილიყო ამაღლებული ცოდნა ცნობიერებაც წლების წინათ. თქვენი მიზანი ხელისუფლების იზოლაცია 82%, ეს ხო არ არის 28% მოსახლეობისა ამბობს, რომ კრიზისია ქვეყანაში, კრიზისი და თავარ გამოწვევ მიზეზად ამ კრიზისის ასახელებენ ისინი ერთპარტიულ პარლამენტს. თავი რომ დავანებოთ ქვეყანაში, აი მოგწონს პარლამენტი არ მოწონს, ერთპარტიულია, ერთი ფერია იმ პარლამენტში. საერთაშორისო იზოლაცია როგორც მოცემულობა, რა თქმა უნდა, იყო აუცილებლად აუცილებელი ამ რეჟიმის და ჩვენ თუ ვითანამშრომლობდით ამ რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები ერთი გააყალბა, ისე როგორც გააყალბა, მეორე საგარეპოლიტიკური კურსი შეცვალა, აი ესე უაპელაციოდ როგორც შეცვალა, ხო, ცელობა აქ ამის მისი ხელიდან შეცვლილია და ჩვენ თუ ვითანამშრომლობდით, რა თქმა უნდა, არ დარჩებოდა არც ერთი საერთაშორისო აქტორი, არც ბრიუსელში, არც სტრასბურგში, არც ლონდონში და არც ვაშინგტონში, ვინც ირაკლი კობახიძეს ხელს არ ჩამოართვევდა.